ასე აღნიშნეს ქართველმა თინეიჯერებმა ამერიკელი მწერლის ჯეიმს დაშნერის ტრილოგიის ბოლო წიგნის გამოსვლა. სიკვდილით განკურნება მორიგი მსოფლიო ბესტსელერია, რომლის წაკითხვასაც ქართველი მოზარდები ქართულ ენაზე შეძლებენ. ბიბლუსი გალერეაში შეკრებილმა მკითხველებმა წამახალისებელ გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა და პროექტ ლიბერტინსის ფარგლებში გამოცემული წიგნები და გულსაკიდები საჩუქრად მიიღეს. წიგნის წაკითხვის შემდეგ, რადგანაც უკვე ფილმი მაყურები მქონდა, ცოტა იმედ გასწრებული არ ყოფილა, კიდევ უფრო გახარებული ვიყავ, რომ ამდენი განსხვავებული რაღაც შემხვდა და უფრო საინტერესოც იყო წიგნი. მეორე ნაწილის გამოსვლის შემდეგაც, წავიკითხე და აღფრთოვანებულა, იმიტომ რომ ვერ უშვებ წიგნს ხელი და ფაქტიურად ხურცსავ და ვერ ჩერდები. ერთი დღე გადამოვაწყე და მესამე წიგნი გადმოვიდა უკვე რეგისტრირებული ვარ მეგობრებთან. მე მაგ ეს მესამე ნაწილი ინგლისურად წაკითხე, თუმცა საინტერესო იქნებოდა კიდევ ქართულად წავიკითხე, იმიტომ რომ მართლა ძალიან მომეწონა. სიკვდილით განკურნება წარმატებული პროექტის ლიბერტინსის კიდევ ერთი წიგნია, რომელსაც გამოსაცემად ახალგაზრდები თავად ირჩევენ. ქართველმა თინეიჯერებმა ქართულ ენაზე უკვე წაიკითხეს ჯეიმს დაშნერის ლაბირინთში მორბენალი და ცეცხლით გამოცდა. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ბავშვი მოვიდა კვლავ, რომ ეს პროექტი მათ ძალიან აინტერესებს. ხარგნულთან და ლიბერტინსის წევრებთან ერთად ძალიან საინტერესო საღამო გაატარეს ნამდვილად. და ზოგადად პალიტრაელს ნამდვილად ძალიან გვიხარია, რომ ეს პროექტი ესეთი წარმატებული აღმოჩნდა და თინეიჯერებს კითხვა შეაყვარა. ეს არის ბოლო ნაწილი, ავირჩიეთ, იმიტომ რომ არის ჩვენი სტილის არის, დისტოპია არის თინეიჯერების და აი რა ვიცი, თინეიჯერები მონაწილეობენ, მოკლედ ზუსტად ის არის, რაც ჩვენ გვინდოდა. სიკვდილით განკურნების პრეზენტაციაზე პალიტრაელის კიდევ ერთი ახალი პროექტი დაანონსდა. ლიბერ კიდსი სულ მალე 8-12 წლის ასაკის ბავშვებს მასწავლებლებისა და თანატოლების რეკომენდაციით მხატვრულ ლიტერატურას შესთავაზებს.